სომხეთის ლიდერებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის 34 წლის თავს აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისალოცი წერილი გაუგზავნა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სომხეთ-უკრაინის ურთიერთობები ორ ხალხს შორის საუკუნოვან მეგობრასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება და სომხეთი დაინტერესებულია კიევთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებით. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა დამყარდება, რაც სტაბილურ პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის ახალი იმპულსის მიცემის საშუალებას შექმნის. პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ჯანმრთელობა და წარმატებები, ხოლო უკრაინელ ხალხს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა აფასებს სომხეთის პოზიციას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა პრეზიდენტ ხაჩატურიანის წერილი, რომელშიც სომხეთის პრეზიდენტი თანამშრომლობის გაუმავების იმედს გამოთქვამს და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.